The Castle Lager incoming series comes to a conclusion in this cauldron of sport. This is Mbombela Stadium, which shares a name with the city in which it stands. In the grandeur of Mpumalanga, in the city formerly known as Nelspruit, where the national rugby team has never known defeat. It's game time. Next up, the Springboks take on the pride of Georgia, the Lelos. What a match we have in prospect to bring a close to these 4 matches opening the 2025 season for the back-to-back Rugby World Cup champions. Here on the heels of Madiba Day, when we remember that we need to do work for all in our nation, we have a celebration of sport. Here are the visitors of Georgia, ranked 11th in the world. Their hooker Karkadze scored a hat-trick against Spain in 2024. Babunashvili and Chachanidze are in the locking positions. Their captain Beka Sakhinadze is in the number 7 jersey, and what a player he is. One change from the side that lost against Ireland just a few weeks back. Spandarashvili in the number 8 jersey. That combination will be crucial. Lobjandidze in his 96th cap, and Matkava, who kicked the winning penalty against Wales in 2022 in one of this nation's only successes against a Tier 1 nation. Kveseladze has 70 caps in the inside centre position, and on the wings they are dangerous. Sandro Todua in his 122nd cap equals the cap record for Georgia today. And on the right wing, Tabutsadze, 52 caps with 50 tries to his name. And Niniashvili in the number 15 at 22 years of age as vice captain and one of the most dangerous weapons. One debutant on the bench, Ebremidze looking to make his debut in the 19. But here are the local 3 debutants up front. Buan Fenter from right here in Mbombela in the number 1 jersey. Manas van der და კიდევ ერთხელ საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და ისტორია კიდევ ერთხელ იწერება. საქართველოს სტუმრად სოფლიო ჩემპიონებთან სამხრეთ აფრიკაში დიდი ნაკრები ჩვენი ეროვნული საამაყო ბიჭები დღეს რამოდენიმე წუთში გამართავენ ასპარეზობას სოფლიო ბობოლა პირველ ადგილოსან სამხრეთ აფრიკელებთან მე ლუკა კილასონია ვარ, ისევ ჩემთან ერთად სერგო გაბუნია. კი, ეს სოფლიო ჩემპიონთან გვითამაში ადრეს 4 წელი ზუსტად მაშინაც სოფლიო ჩემპიონი იყო აფრიკა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გუნდი ალბათ 2015 წლის ზელანდიის შემდეგან ზელანდიასთან ერთად ყველაზე ძლიერია, ვისაც კი ჩვენ გვითამაში, არა მარტო ჩვენ ზოგადად ეს გუნდები არის რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და დღეს გვექნება პატივი, რომ სწორედ ესეთ გუნდს ვეთამაშოთ. სამხრეთ აფრიკის ისტორიაშიც კი გამორჩეული გუნდია, მათი ისტორია კი ძალიან დიდია. გაწუნებთ, გამოდიან უკვე ჩვენი ბიჭები. და დროს აღარ წაგართმევთ ძვირფასო ტელემაყურებლებო და დავიწყებთ პირდაპირ შემადგენლობებს. საქართველოს გიორგი ახალაძე, ვანო კარკაცი და ირაკლი აფციაური იქნებიან პირველი 2 და 3 ნომრები. მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე 4 და 5-ზე გაუმაგრებენ ერთმანეთს ზურგს. მესამე ხაზი ლუკა ივანიშვილი, 6 ბექა საღინაძე გუნდის კაპიტანი, 7 8-ზე ილიას პანდერაშვილი, 9-ზე ვაშილ ლობჟანიძე, 10 ლუკა მატკავა, თოდუა სანდრო, 11 12 გიორგი კვესელაძე, 13 თემურ თაფლაძე, აკაკი აბუცაძე 14 და დავით ნინიაშვილი 15 რიჩარდ ოქორელი გუნდის თავური მწვრთნელი. აფრიკა 1-ზე ბუანვენტერი, 2 მარნუს ვანდენმერვე, 3 ნისლინგ ფუქშე, 4 ებენეცე ბეტი, 5 რუანორთიე, 6-ზე გუნდის კაპიტანი სია კოლისი, 7-ზე პიტერ სტეფლუტოი, 8 კობუსვიზე, 9 გრანტ ვილიამსი, 10 საშა ფრენკ გომეზულუ, 11 ქერტი არენცე, 12 დამინ დეალენდე, 13 კენანული, 14 ენდრი ვანდენმერვე და 15 აფალელე ფასი. ეს რიტუალები ტრადიციული მათი ტრადიციული აფრიკული რიტუალი იქნება თამაშის წინ, შემდეგ კი გუნდის სიმდებს მოусმინოთ. აი სუსტი ბიჭი ჩანს ეს. გადავსებულია თამაში. კი, ბომელაშია თამაში. და გამოდიან. ახმაურდება ახლა სტადიონი. ხო, ბარემ დრო გვაქვს და ფაჯებსაც მოგახსენებთ, მეთქი კარლი იქნება ინგლისელი არბიტრი დღევანდელ შეხვედრაზე, ადამ ლეალი ასევე ინგლისიდან ერთი თანამსაჯი, შოტლანდიელი პოლი დევიდსონი ქალბატონი მეორე თანამსაჯი და ვიდეო რეფერი ენდრიუ ჯექსონი ასევე ინგლისი. ბრიტანული ბრიგადა ემსახურება მოკლედ დღევანდელ შეხვედრას. მაშინ მახსოვს 2021 წელს თვითონ აფრიკელმა მომღერალმა შეასრულა ჩვენ ჰიმნი, ნახოთ დიდი ალბათობით და ძალიან კარგად სხვათა შორის მახსოვს ეს ჩვენ სოციალურ გავრცელდა და ძალიან საინტერესო. მე მგონია რომ იგივე იქნება. ნუ ძალიან კარგი მომღერლები ყავთ აფრიკელებს მოგეხსენებათ. This side prepares for the rugby championship which is to come later on this year.
სია კოლისი გუნდის კაპიტანი აფრიკელების. Faces all around. Next up, we have the national anthems of these two proud nations. კი, აი გოგონები რადგან არა ორივე მე მგონი ლოკალური ქალბატონები არიან, მე მგონი ისინი იმღარებენ. დიახ. First the anthem of Georgia, which will be sung by Mauritian Loiters. Bravo, ვერაფერს დავუწყურებ კიდევ ერთხელ. მარიშან ლუიტერსი შემსრულებელი, სამხრეთ აფრიკელი შემსრულებელი, ხოლო ეხლა მოусმინოთ აფრიკელების. როსისიკელელი აფრიკა. Which will be sung by all of you and Corlia Botha. Rosisikeleli Africa. Malu pagani su pondolayo Yizwa imitana so yetu Rosisikelela Tina lusapolwayo Morena buluka se chavasa esu Ufedi sedin swale matsue ხო, ვერაფერს იტყვით, ძალიან კარგად შესრულდა ორივე ჰიმნი, სტადიონზე საოცარი გარემოა. კი, განწყობაც ძალიან კარგია და იქ გვიყვარხარ კენიოვის ქართველების წარწერა. კი ბატონო, ქართველები გულშემატკივარს დავინახეთ, ცოტა რა თქმა უნდა, როგორც ვიცი არიან. შორია ძალიან ახლა რა. კი, ცხოვრობს რამდენიმე არის რაღაც ფეხები. ცხოვრობენ აფრიკაში. და კი ბატონო, What a privilege, what an honor. ხო. And what a pleasure to be able to sing the anthem of Africa. And the anthem of Africa
დიდი გამოცდა გველის, დიდი გამოცდა, დიდი წნეხი. ხო, ნუ ახლა იმის ილუზიას ნამდვილად სერგო გამოგიტყდები და არ ვფიქრობ რომ მოუგებთ პირველი ქვეყანა მსოფლიოში ახლა და კაი ხანია უკვე პირველი ადგილი უჭირავთ სამხრეთ აფრიკელებს და მაგრამ ძალიან კარგი გამოცდილება იქნება ჩვენთვის და ეპიზოდებში რა თქმა უნდა დავაჩვენოთ ჩვენი ხასიათი. რა შეგვიძლია. ხო, ცოტა ვერ მივხვდით, მაგრამ ვიზია საუბარი ვინ არის კენი? ვინმე გაქვთ ინფორმაცია თუ მოგვაწვდით კარგი იქნებოდა. დავით ინიაშვილი ჩვენი ვარსკვლავი, ანო კარკაძე, მოკეთ ჩვენ შეყვავს როგორც ვატყობ. ბატონო და ნახოთ აბა ჩვენი ფიზიკურობის გამოსვლა იქნება და რასიას პირდაპირ თქვა რომ ქართველებისგან ველი რომ ფიზიკურ ორთაბრძოლებში გვექნება წინააღმდეგობაო და ნახოთ აბა აი აბუთი და მოედანი ჩვენც ვამაყობთ ჩვენი შერკინებით ჩვენ შერკინებასაც აქვს სახელი და გამოიცდება ჩვენი ბიჭების კარგი გამოცდა იქნება ატკავას შეყავს ბურთი თამაში და დაიწყო მიღებაზე კარგად მიიღო ფეალანემ დეალენდე უკაცრავად და მათი გამთამაშებელი ძალიან სწრაფია სხვათა შორის ფოსტაშვილ ვილიამსი და საბრძოლო რომელიც არა პირდაპირ გადავა სავარაუდოდ იმათო შეტანილი იყო და ჩვენი დერეფანი იქნება დარტყმის ადგილის გასწვრივ ეს კარგი დასაწყისია უბრალოდ საფუძველი რომ შეგვიძლია რახოთ რაღაც შეტევა გავაკეთოთ მეტოქის 28-ში ვიქნება აუტ. აქ აუტში რა თქმა უნდა წნეხი წამოვა ძალიან კარგი მწვერვალები ყავს აფრიკას და ესე მოვშიც რა თქმა უნდა. ნუ ეს ფაზა ზოგადად ეს კომპონენტი სოფლიოში ისტორიულად საუკეთესო სწორედ აფრიკელებს აქვთ. კარკაძე, ანუ ორი ხელი გაბუნაშვილზე მოუვიგეთ ბურთი, მოლით ჩამოყალიბდა ჯარიმა და არასწორად შემოვიდნენ ლობჟანიძე. კვესელაძე გაატანა პასი თაფლაძეს. დავიდა ბეკასაღინაძე და ფეხებში მოცელეს, თუმცა ბეკა მიიწევს ჩვენებს იქ. ბურთი გამოვარდა რაკიდან. სახიფათუა სპანდერაშვილი შეუულია კარგი კონტაქტი გააკეთა სპანდერაშვილმა, ლობჟანიძე მარჯვენა ფლანგზე სწრაფი ბურთი მათკავა ფეხით შეგორება. ჯარიმანა დაგვიბრუნოს წესით. არა, არ დაგვიბრუნა. კი. დაგვიბრუნოს რა თქმა უნდა. კუთხეშია, ნახოთ აბა კარებში დარტყმა შეიძლება და აუჩით წასვლაც. კუთხეა და ამიტომ შეიძლება არ გამიკვირდება რომ აუჩი გადავიტანოთ. ნახოთ. აუძე მივდივართ, აბა. კარგი ანაცხადია. აბა რა, რატომაც. ტესტ მატჩია, ძირფასო გულშემატკივრება რა თქმა უნდა და მე მგონი წინ შეყევა აქვს სიაკოლის და უნდა გავიდეს ახლა აიწულებენ რომ დატოვოს მოედანი. ნახოთ აბა მოусმინოთ. და შემოქმედი. კი, ლეგენდარული სიტყვა ახსენე, სწორია, ნამდვილად 22-ჯერ მოიგებს სოფლიოს ზედიზე ეს სიტყვა გარდაუვალია. თუმცა საჯებს ძალიან არ მოწონთ. მე კაცი იმიტომ რომ ხშირად აქვს სპანდერაშვილი მივიდა. იმედია სიაკოვისი კარგად არის. სხვა შორის ძალიან კარგი პიროვნებაა, როგორც მოთამაშე ხო ძალიან კარგია და მოედნის გარეთაც რამდენადაც წავიკითხე ძალიან პატრიოტიზმი და საყვარელი კაცია სამხრეთ აფრიკაში. ორი ხელით ბაბუნაშვილზე ამასობაში მოვიგეთ დერეფანი ბურთს აკონტროლებთ კარკაძე მე მგონი. წავიდა მე მგონი შეიძლება წისვლა. და პირველი ლელო იქნება გავიტანეთ. ლელო წინვალე ლელო. ლელო, კარგია, ეს ყველაზე ეს აფრიკელების ასეთ რამეს შევაწყობად იღებენ აფრიკელები და მოახერხებთ და პირველივე წუთებზე მოლით დაუდეთ ლელო აფრიკელებს, ვანო კარკაძე ლელოს ავტორი და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჩვენების პირველი ლელო, სოფლიო თასზე დავით დადუნაშვილის ლელო. სოფლიო თასზე მაშინაც 7 წელს ხო? 2003 წელს. 3 წელს ბოდიში პირველად როდესაც ითამაშა საქართველოს სოფლიო თასი თულილო დადო, ანუ კარგაძე მოეხსნა და მაინც შეძლო საქმის ბოლომდე მიყვანა. ახსენა ახლა სერგომ რომ შეურაცხყოფად იღებენო აფრიკელები სხვათა შორის აფრიკელები გამორჩეულად ერთ-ერთი ყველაზე უხეში მორაგბეები არიან რაგბის სამყაროში. დამიჯერეთ ამას მოედანზე ოღონდ. რა თქმა უნდა. და ამას
მათკავა ზუსტია 7-0 იდეალური დასაწყისი. მეოთხე წუთზე საქართველოს დაწინაურდა 7-0 გასვლაზე. ჯანმრთელობას უზრუნებ სიაკოლის, რა თქმა უნდა, მაგრამ ვიმედოვრებ, რომ ეს თამაშზე ვეღარ დაბრუნდება. ოჩახ, ანუ კარგაძეს. აი, მაყურებელი ამას ქვია. ღიმილი თუ ყურებს თუ როგორ უხარიათ ქართულ გულშემატკივარს ველოს გატანა. კარგი ახლა, არ გინდათ რა. კარგი ახლა. სირცხვილი იქნება ამის შემოწმება. Not having the front, the tight half to manage with. And I saw the ball down before it was lifted again. Just checking the grounding. That's all. კარგი რა ხალხო ახლა. აფრიკაშია თამაში და შეიძლება ეს. Pushing being asked by Ian Elizabeth, who's taken over the captaincy now. მოკლედ ჩაერთო ენდრიუ ჯექსონი ვიდეო რეფერი, ეკნა რომ მე მგონიო და სხვათა შორის მეთიუ კარლი მითხარ რომ მეო საკმაოდ კმაყოფილი ვარ რომ მე როგორც დავინახეო ჯერ დამიწება იყო და მე ნახო და კითხვა არის თავი თუ დაინახა მეთიუ კარლი მე უნდა დაინახოს საწინააღმდეგო აქ ხელი აქვს შეწეული საშა გომეზულუს და მე შეიძლება გაგვიუხმონ რომ იცი რეალურია დამიჯერეთ ამის გაუქმება მაგრამ აი აქ ხო არა აქ დევს კი მიწაზე მაგრამ აი მანამდე კი დარჩა ლელო კიდე კაი აგინო და რაზე შემოხვდი აი რა საგვაფორი აქვს ეხლა კარგი დასაწყისი ნახოთ და ეხლა წამოვა გაბრაზებული აფრიკა 9 points no tries as they went down in that match during the COVID times. So Sasha Feinberg he goes long with the restart. ლობჟანიძე მიღებაზე კარგი იყო ივანიშვილი. კონტაქტი წავიდა და ვინარჩუნებს ბურთს. აქედან ფეხით გავათ აუცილებლად. ჩვენს 15-იან ზონაში ვთამაშობთ. ვასკა აგზელებს აქვს, თვითონ გავა ალბათ. ებენეცი კინაღამ დააფარა, ძალიან მაღალი კაცია ებენი და კი, ვერ ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა სხვათა შორის. კი, ეს ბარკონო გამოარჩევს მას გარდა იმის თავის გაბარიტების და ჯანის გარდა და უნარების გარდა ეს გონიერი თამაში. ხო, შორს ვერ გამოვედით და ეს რა თქმა უნდა კარგი პოზიცია აფრიკელებისთვის. ჩვენი საზღვაო შტაბი მოკლეზე გაათამაშეს, გავიდა ხაზებუთი, ვიზე წამოვიდა. ჩავიდა ივანიშვილი, მაგრამ არა იდეალური გაწმენდა. ვიტევენ სწრაფად გააქვს ძალიან რაკიდან ბურთი ლამის გაგვიძვრა. მუდი საფიხელები, შეტრიალებული პასები და დაუვარდა რა შუბა. ეტყვის მე მგონი ვიდეო რეფერი არა? ამას არ ეუნები? აი აქ უნდა წინ თამაში კი ბატონო, რა თქმა უნდა წინ თამაში და კიდევ ერთი გამოცდა ხა ჩვენ შეფინებაში, ნახოთ როგორ დავდგებით. ხო, ვერ ვიტყვით რომ რაღაც იდეალურად ვიცავდით თავს, მაგრამ დაუშვეს აფრიკელებმა შეცდომა. არ ქონდა ნამდვილად ეხა დომინანტი ბოჭები, მაგრამ წნეხის გარეშე შეცდნენ აფრიკელები. აქ ერთმანეთს ვერ გაუგეს უბრალოდ, ისე გაედო გომეზულს. მე-6 წუთზე პირველი შერკინება. ვიმეორებ სამხრეთ აფრიკას საქართველოს მასპინძლობს 7-0 თანხმოვანად წინ ჯერჯერობით. Getting confused with the lines there and getting in each other's way. But one guy that is extremely excited next to me. პირველ ხაზად შეეხება სხვათა შორის, აი ყველა სხვა პოზიციაზე პირველი შემადგენლობა ძალიან ძლიერ გუნდია, აი პირველ ხაზზე შეგვიძლია ვთქვა თუ აფრიკელების პირველი ოფციები არ არიან, მაგრამ მათი ნებისმიერი ოფცია ძალიან ძლიერია. 8 კილოთის მძიმე ვარ ჩვენ შერკინებაში, შერკინება უპრობლემოდ დადგა, ცოტა ვერ გაუძლეს იქ. სამწუხაროა რომ არ იყო აქ ვერ მოგვაქციეს წნეხში და მაინც შეცდომა დაუშვათ. Get themselves into this challenge. And it's a response from the Springboks. It just went up and sideways. A bit more of a hold, okay? A bit more of a hold. Okay? ნუ დასანანია, ძალიან დასანანი მომენტში არ იყო აქ წნეხი ჩვენზე და პატრა ტექნიკური წუნის გამო, იმიტომ ამბობ რომ ეს ძალიან საფრთხო ზონა აქ აფრიკელების შეკინება. ძიმე დასაცავი იქნება ძალიან.
აბა ეხლა ნახოთ თავიანთ შერკინებაზე როგორ მოიქცევიან. აქ ჩვენები შევიდნენ ცოტა ცუდად და დავჯარიმდებით. გაათამაშა გრანტ უილიამსმა. დეალენდე იქნებ წავართვათ. ჩავედით ვერა. სწრაფად ითამაშეს აფრიკელებმა. ვიზე? კარგი ბოჭვა გააკეთა იქ ბაბუნაშვილმა და დაუვარდათ. დამაკარეს ჩავრჩენილოდ. და რა თქმა უნდა კიდეც გადავლენ აფრიკელები ხა ტოლს არ დაგვიდებენ კარებში მე მგონი არ დაარტყამენ. მოლის გაკვითვას ეცდებიან ნამდვილად. რა თქმა უნდა. ნუ კაცურს ახვედრებენ. ნახოთ აბა დაცვაში სხვათა შორის კარგი მოლი ერთადერთი რაც კარგი იყო ირლანდიასთან მოლი იყო შეტევაში და დაცვაშიც. თუმცა რა თქმა უნდა აფრიკის ირლანდიასთან პირველი თამაში იყო და ვერ გავიხსენით რომ ვერ ვითამაშეთ ის თამაში რომელიც ჩვენ ჩვევია ხოლმე გავიხსენოთ ჩარშანდელი ზაფხულის ტესტი და ავსტრალიასთან როგორი მაგარი თამაში ითამაშეს ბიჭებმა. და ტაბუცაძის გენიალური 100 რამოდენიმე მეტრიანი ლელო არა ხვდებიან არა ვხდით კი ბატონო ოპა ივანიშვილი დასვა. რა ბოჭვა გააკეთა ლუკამ. პიტერ სტებდუფოი წამოვიდა. კიდევ ერთი დარტყმა მორკინალებით მუშაობენ. მოდის ვიზე. ფეხებში ბოჭვა. აი ახლა ნულობაში შეუტია გამოდეთ. უნდა გადავგორდეთ, უნდა გავეცალოთ ჯარიმის აღება ნამდვილად არ გვინდა. გავეცალეთ. ერთი ამასობაში ჯარიმების რაოდენობა სხვათა შორის. ჩავიდა. არა, შეგვიძლია უკვე. აი ეს კარგი კონტაქტია, წაიღეს ბურთი წინ. ისე დუტოი დახვდა სპანდერაშვილი, ცდილობს გააჩეროს, კონჩახ დაეხმარა აფციაური. ოპა შემოვიდა. ახლოს არიან და უნდა გავჭედოთ. და რა ველოა, სტადის. კარგად ითამაშა სხვა შორის შემოსულმა ყვახა სმიტმა, რომელმაც სია კოლისი შეცვალა, დროულად მოიპარა ბურთი და მერე რომელმა დაგვალელობა თუ ოცდები ბოან ფენტერი გახლავთ. ხო, აქ მოკეთ რა თქმა უნდა დაგვარბიეს ფენტერი. გაგვიჭირდა რა იყო რამდენიმე ეპიზოდში გავაკეთეთ დომინანტი ბოჭვა, თუმცა აფრიკელებმა წინ წაღებაც მოახერხეს და აქ უკვე პირველ რიგში ვთქვათ მოხერხებულობის ხარჯზე დაამცა ვენტერმა. 5-7 და რა თქმა უნდა რეალური შანსი აქვს ფრეიბერგ გომეზულოს რომ გაათანაბროს ანგარიში. ცილა ძილს მოარტყა. ძალიან კარგი. მოკლედ ამასობაში მოგახსენებთ რომ სოფლიო მასშტაბით 50 ქვეყანაში ცნობილი brand სინაბონი უკვე საქართველოშია დარიჩინით საფირმო დარიჩინით გამოცხარი როლებისა და უგემრიელესი ყავის დაგემოვნება მომხარებელს გალერეა თბილისსა და City Mall-ში შეუძლიათ სწორედ სინაბონი გვთავაზობს დღევანდელ ტრანსლაციას რასაც დიდი მადლობა. განვაახლეთ თამაში, ლუკა მატკავა ამჯერად უფრო მოგეს და კიდევ უფრო სწრაფად ჩავხურეთ და უნდა დააჯდა თოდუა. სხვათა შორის აღნიშნოთ 122 თამაში. კი, გაუთანდა გაჭარებას. კი, და მსოფლიოში ერთი უიშვიათესი არის რამხელა რაოდენობის ტესტები საერთოდ მოთამაშე აგროვებდეს. ვალშია ქვეყანა მის წინაშე, თოდუას წინაშე. ამიტომ ქუჩაში შეხვდებით, სადმე გადაეხვიეთ, ჩაეხუტეთ და ჩაგვაცნეთ. აქ გრანტ უილიამსი საბრძოლოს უთხრამს. მაღალ ბურთზე ნინიაშვილი კარგად ახდა, თუმცა იმედი არაფერი ეტკინა. და ამოშალეს. ნინიაშვილი დაკარგული ყავს. წამოვიდნენ. და ავიღოთ და კონჩეტევა დავიწყოთ ყოჩახ კარგად ნახა იქ თავისუფალი ადგილი. გაიქეცი ვინ მიყვება. წნეხი დავაფარეთ. ახ, იღბალმა ისევ იმ მათი მხარე დაიჭირა. გომეზულ საფათოა ძალიან ეს ბიჭი სივრცეში. ჩავიდა წამოდგა გაფსავრია ნინიაშვილი ხედავთ უკვე რაკში აწუხებს მეტოქეს. ეხლა დაგვიტყამენ თხილად უნდა ვიყოთ დაცვაში თან ნინიაშვილი არ ყავს უკან. წავიდა თოდუა, აქ ვინებიანი დაუვარდა თუთოვსტები, ჩვენია. მათკავა ჩამოისცილებს, გრძელი გადაცემა. მიხმარება, საჭირო მიხმარება, თორე დავყარგავთ თაფლაძემ. შეინარჩუნა ბურთი საბოლოო ჯამში. ოჩახ საღინაძე მარტოა უნდა დავეხმაროთ მოიგო მაინც კონტაქტი არ ოჩახ ოდნავ შეგვინელეს ტექნიკურად რაკი აფრიკელებმა
ლობჟანიძე თვითონ გააკეთებს ფეხით გადასვლას, ასეც ხდება. შორი დარტყმა არ გამოგვივიდა, იქვეა დარტყმული და რა ბურთი მოხსნა ამასობაში აფალელე ფასიმ. ხო, ცუდი დარტყმული იყო და ჩეტევაზე მოდიან აფრიკელები თავისუფალ ზონაში დაუიტყეს სანდრო თოდუა. თოდუა მიასწრებს რა თქმა უნდა ბურთს, მაგრამ წნეხში ჩააგდებენ მას. ერთ მოთამაშს ვერ გაუძვერით და დავჯარიმდებით სავარაუდოდ. კი, ასეც ხდება. და საერთოდ ბურთი მოგვარეს. ახლოს არიან მიზანთან. გრანტ უილიამსი თვითონ კარგად შეახტა იქ ლობჟანიძე დაიცვა ლელოსთან თავი. კარგი არა ყვითელ ბარათს გადავრჩით და გაფრთხილებას შეიძლება ყვითელი ბარათიც კი ეჩვენებინა სხვათა შორის იქ თოდუას, იმიტომ რომ ბევრი იყვნენ აფრიკელები და ბურთი რო გაინთავისუფლებინა სავარაუდოდ ლელოს გაგვიტანდნენ. ხო. კი, ჯარიმა ნამდვილად სამართლიანია. და რა თქმა უნდა ეს კიდევ დავარჯიშებენ მოლს. ხო, კიდევ ერთი ფაქტი უნდა მოგახსენოთ სამხრეთ აფრიკელებზე, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოვარჯიშე და ისეთი ფიზიკურად არათმდგარი და ძალიან ძლიერი მორაგბეები არიან და ქვეყანაში ზოგი ამბობს, რომ ზედმეტადაც კი უყვართო ეს სიმძიმეებით ვარჯიში. მოკლედ ძალიან ფიზიკური ხალხია. აქვთ აი დაბრუნდა კოლის. ხო, თუმცა, რა ვიცი, ყვახასმეტი ნაკლებია, ჩემი აზრით არ არის ნაკლები. არა, გუნდის კაპიტანია, ეხლა და გუნდის სახელია, ძალიან დიდი სახელი. სიაკოლისი. ნახო, დაბა წინაზე გაათამაშეს მოლი არ ააგორეს, ცადეს უფრო ეშმაკობის და ეხლა უკვე მოლი დაგვიდეს. უნდა გავჭედოთ ბიჭებო, უნდა გავჭედოთ. ხარა დაგვიდებენ ლელოს კიდევ ერთ. ბატონო. მანუს ვანდემერვე. ხო, მარტივად ერთ მაშინ მოძრაობაში დაგვიდეს ლელო. ფონგი ბონამი ეს ფუძი რა თქმა უნდა უფრო ნაცნობი კვაჭია. ოს დურანტი თუ გახსოვს რა თქმა უნდა, კონმათი ბურჯი. ხო, ნუ გავიდა აფრიკა წინ. ხო, ამ ზონაში რა თქმა უნდა ძალიან გაგვიჭირდება და ერთადერთი რაც არის გამოსავალი აქ და რაც შეიძლება იშვიათად შემოუშვათ აქ აფრიკელები. თუმცა გარწმუნდეთ აფრიკელები უკვე მათ შემდეგ რაც არა მარტო მათ შემდეგ რაც ზოგადად უკანა ხაზიდანაც ბრწყინვალედ შეუძლიათ შეტევა. ნამდვილად. და ტონი ბრაუნის მოსვლის შემდეგ შეტევისწინებად საერთოდ უკვე ფაქტობრივად ამ გუნდს ნაკლი არ აქვს რა. ყველა მხრიდან შეუძლიათ აბსოლუტურად გამწვავება. გომეზულუ კიდევ ერთი გარდასახვა პირველი გაუცუდდა და ესეც გაუცუდდა 10-7 ორი ლელო ერთის წინააღმდეგ მე-15 წუთზე სამხრეთ აფრიკელები გავიდნენ წინ. ბურთი გჭირდება სერგო და ვითამაშოთ იმათ ნახევარზე და ამ კომპონენტში ჩვენებს კარგად შეუძლიათ თამაში წაღება ბურთის. კი, იქნებ რამენერად ბურთი ჩავიგდოთ. მეორე შეყვანა მატკავას შედარებით უკეთესი იყო, ნახოთ აბა მესამე მცდელობა როგორ იქნება. კი, კარგი დარტყმულია. დავაგდებინეთ ბურთი თოდუამ უკან გადმოდაო. ვითამაშოთ, სპანდერაშვილმა ჩაიგდო. და გადაყრა საჭირო. ლობჟანიძე. წავიდა შეკინება ახალაძეს შეუულია ბურთის წიწაღება დგას ფეხზე. კარგია ახალაძე ძალიან. აქ ჩარჩენილია აფრიკელი. არა. საღინაძე მოიგო ისევ კონტაქტი მე რამდენად. ლობჟანიძე ბაბუნაშვილი წავიდა კონტაქტზე. ვინ არჩუნებთ? ეგრე უნდა ვითამაშოთ, შეჭყოთ ჩვენს. ხაზე გავიდა. მატკავა. ნინიაშვილი შეუულია. შეუულია. რაპასი. არა, კარგად ითამაშა და თაფლაძე ვერ მიწვდა. აი ხლა აიღე და მიეძალე. საღინაძე გავიდა. კარგად დაგხვდნენ ისინი. აფცია ორი ამზადებს რა, არა, თვითონ შეუტია. ბურთი გამოვაჩინოთ, აგერ არის ბურთი. მატკავა გამტანის პოზიციაზე მისული. არა, რა ჯარიმა. ჯარიმის უპრეტესობა გვაქვს. გას ფეხი ამუშავე, კარგია. კარგია მივედით. გავახახაზე ხაზე გავიდა. ვესელაძე ხარა ზუსტი გადაცემა ტაბუცაზეზე და ჯარიმა დაბრუნდება. არა, სასტვენია რა თქმა უნდა და სად არის წინ არის ჯარიმა? ჯარიმა უნდა იყოს 5 მეტრიანსა და 15 მეტრიანს შორის თუ არ ვცდები. ხო, მაშინ აუცილებლად ლელოზე უნდა ვითამაშოთ. კი, ზე 15 მეტრიან მეტრზე ესეც კიდე ესე გადავაგდოთ რა თქმა უნდა. აი, ტესტ მატჩებზე თუ უნდა
თან სხვათა შორის არ გავიკეთებიათ ცუდი კონტროლი, საკმაოდ მძლავრი კონტაქტები გავაკეთეთ, ანუ წავიგეთ რა და არაფერი ჩამოვარდებიან ფიზიკურ ძალაში ჩვენები აფრიკელებს, უბრალოდ ნუ ეს სამხრეთ აფრიკაა ბოლო-ბოლო. ხო მე მგონი წყლის აქ მე მგონი სხვათა შორის შეეძლო დინიაშვილს მე მგონი დაბუცაცვის პასის გატანება და კარგად ვერ გავაანალიზეს აი გამეორება იქნებოდა კარგი ხო გამიმეორებენ ალბათ აი ეგრე შენ გენაცვალე ლუკა კიდეზე გადავდივართ მიდით რა ეხა ძალა ვაგზნობინდოთ რა აი ყველაზე მეტად აი ამაში მინდა რომ ვაწყენინოთ აფრიკელებს რომ აი ჯანში მიცეთ რა ნახოთ აბა წინაზე არ აგვიხდნენ სხვათა შორის ეხლა ყოველთვის აი მოსოვნე რომ მოულოდნელად აგიხდნენ და ამიტომ მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ No. And you're the who's in please 6 Thank you. ორი ხელით მოვიგეს პანდერაშვილზე, მაგრამ სწრაფად გამოვარდა საგინაძეზე წავიდა. Thank you. არა, პოლისი გვაწუხებს რაქში მაგრათთან. ჩაგვითრია. ერთი კაცი დავკარგეთ ამ იმას ჭიდაობაში, კარკაძე, კარგად მიძვრება. არა, აქ ბლოკირებაა ეს. ნამდვილად. ვერ გავიგეთ ახლა ერთმანეთს და დავკარგეთ სულელურად ჯარიმა ავიღეთ. არა უშავს, კარგი. რეალური შანსი გაუშვით ლეოსდადების მანამდეც იყო ლაინეტა ის გამეორება გვაჩვენონ თუმცა საწყო დაიკარგა ეს მომენტი არ მგონია მიუბრუნდეს რეჟისორი ამას გომეზულუ გამოდის შორს უთავს აი რა კარგი ჯერჯერობით 18 წუთი იდეალური ამას საუკეთესო ვარიანტია უბრალოდ ეხლა ცოდისოც რომ დაგვედო კი ეს ბლოკი აი ნამდვილად ჯარიმა წინ წაიწია ირაკლი აფციაურმა და აქ ვერაფერს ვიტყვით ორი ხელით მოიგეს სადამდე ძალიან მაღალწევში არის ვერ გავიგეთ ციდან ჩამოხსნა მე მგონი ის კამარაც შეეხო ხელდახელ მოაქვთ აფრიკელებს სწრაფი ხელები გათამაშება ჩავლენ ბოლომდე ჩახურული არ გვაქვს ჩახურული სხვათა შორის კარგად ითამაშეს დაცვაში ჩვენებმა ფასი შებოჭეთ აი ეგ სივრცე არის ხო გაგვიძრნენ და თოდუა შენ გენაცვალე რა კარგი ბოჭვა გააკეთა ფასი ურას თამაშობენ ბიჭო და დაგვიდებენ ლევოს კიდევაც. ხო ეს ვახსენე. თანან მოდი. კი ხაზითაც აი გვაჩვენეს რომ ხაზითაც ძალიან მაგრად უტევენ. რთულია ეს ფეთქებადი ამ ფეთქებადი მოთამაშეები ყავთ. მათი გაჩერება არ არის იოლი ესეა ანუ ასე აფრიკას დონის გუნდთან ვერ დადებ აშკარა მომენტს და დაგიდემ შენი ბლოკი ხო არ იყო სხვათა შორის არა მგონია აი აქ თოდუას ბოჭა როგორ მომეწონა და რანაირად ბურთაობენ შერკინების მოთამაშეებიან დიდიან პატარიანად მოკლედ კარგი რაკს გვაჩვენებენ ორივე მხარეს სხვათა შორის დღევანდელ შეხვედრაში როგორც უკვე წერ გმახსენა 18 წუთი ძალიან სასიამოვნო რაგბია და გახარებული რასი ერასმუსი ხო ამასობაში უკვე 15-7 უკვე ერთლელოში ვეღარ დავეწევით აფრიკელებს გომეზულუ პირველი ორი დარტყმა გაუცუდა მას და ეს უფრო რთული კუთხიდან აქვს და ნახოთ ესეც გაუცუდა. ხო, ყველა გააჩვენა. სამი ლელო, ვერც ერთი გარდასახვა. 15-7 მე-20 წუთზე წინ არის მასპინძელი აფრიკა. ხო, ვეჭიდავეთ, მაგრამ მაინც მუდიმ დაგვიმიწა. ну ხედავთ რა ხალხი ყავთ მარკაფაში კიდევ ერთი ესეც კარგი დარტყმულია საბრძოლოა თუმცა აიღეს ცხინვალეთ ნოტიენ აჩვენა კლასი და ფეხით გავა ეხა გრანტ უილიამსი და უნდა აღვნიშნოთ რომ ყველა დარტყმული იდეალური აქვს გრანტ უილიამს აი ბრძოლულად ასეთი ბურთი ერთი შეეშალა მარტო კაუჩი რო გაუშვა ეხაც ბრძოლა ნინიაშვილი წავიდა დაგვივარდა
ხელდახელ ისევ სწრაფად გვიტევენ, არაჩერებენ მოკლედ შეტევას აფრიკელები. დაბუცაძე რა თქმა უნდა გაგაებელი არ არის, გადავდევროთ კიდეზე, ასეც ხდება ჩვენი დერეფანი. კარგი იყო. ეს კარგი იყო, დავიცავით შეტევა, გადავდენით მეტოქე კუთხეზე. აგე დაბუცაძე გვინდა მისთვის სამი მომენტი რომ გასაქცევი რომ ნახოთ შეიძლება ქურციკები ქვია მოგესწრებათ აფრიკელებს და ჩვენ თავს ჩვენი ქურციკი ესე ვთქვათ და ნახოთ ალბათ თუ გაიქცევა თუ მომენტი შეუნდა შეუკნათ რა თქმა უნდა საჩანიძეზე ორი ხელით მოვიგეთ დერეფანი გამოვიტანა ამას აკეთებს სტარტს კარგი აკეთებს სხვათა შორის საღინაძე დომინირებს ხშირად ახალაძე ისიც ძალიან ძლიერია ფიზიკურად ებენ რასაკეთებ და აქ მოგვიწევს ბრძოლა დაბუცაძე წავიდა დაუვარდათ ჩვენი შერკინება შერკინები არ ყოფილი მე მგონი მეორე შერკინება მეორე მესამე ანუ ერთი იყო ჩვენი დაგვივარდა და მესამე შერკინება 22 წუთზე 23-ზე უკაცრავად რაც ძალიან ატყობს ხელს იმ ხრივ რომ სულ თამაში მიმდინარეობს კი შეუშალა ხელი დაბუცაძემ და კორტნიარენსემ აი როგორი ისეთი ტანჩია ტიპის არის რა ტიპაჟია ეს არენსე მაგრამ თუ გაიქცა ტრისას ნუ ეს ყავთ კოლბი არენსე თუნდაც ვანდემ ანუ ესეთი მორაგბეები რომელსაც რაკეტები ვით არიან ეს კი ელიტა და აი დავით კაჭარავას და ლევან მაისაშვილსაც ხედავ სხვათა შორის ტელეეკრანზე გაცხარებული ბჭობა აქვს ლევანი მოგეხსენებათ ყოფილი ჩვენი ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელია და ალბათ ნახოთ აბა შერკინება მოკითხვა გაუგზავნოთ აქედან ორივეს და დაუბრუნდებით მოკლედ ეკრანს ეს კი გახარებული გულშემატკივარი მოკლედ რაღაცნაირი ქვეყანა დღესასწაულია რაგბის თამაში კი ბატონო რა თქმა უნდა ეს ბომბელა არ არის ეს ტრადიციული დიდი საერთო ქალაქი მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს მით უმეტეს ამაცე ვერ ვიტყვით აფრიკელები არიან თქო ჩვენი შერკინება ვნახოთ აბა ბიჭებს გამოცდა და აფრიკელებსაც გამოცდა რატომაც არა ურთიერთობა ჩვენია კაცო მივაწექით არა ჯარიმის უპირატესობა გვაქვს ხელდახელ უნდა ვითამაშოთ ნინიაშვილს გაუვარდა ბურთხელიდან, მაგრამ ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნდება. კარგად გაათამაშეს სხვათა შორის კომბინაცია, თუმცა კარგად წაიკითხეს ასევე აფრიკელებმა დაცვაში. კი, აფრიკას საუკეთესო დაცვა ყავს. აქ რა თქმა უნდა აუძევნა გადავიდეთ. კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო იმ ხალხს, ვინც რაგბის ძალიან კარგად არ იცნობთ, საქართველოს დღეს ეთამაშება პირველ ადგილას მსოფლიოში რეიტინგში. პირველზე არიან მოქმედ მსოფლიო ჩემპიონები და 4 მსოფლიო ჩემპიონატი. ჩვენ კი დღევანდელი მონაცემებით ვართ მე-11 ადგილზე და პირველად მსოფლიო თასი ვითამაშეთ 2003 წელს. ამიტომ ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ჩვენები ასე კარგად უკვე წარმოაჩენენ თავს გასვლაზე სამხრეთ აფრიკაში. გადავედით კიდეზე და იქ რა თქმა უნდა მოვლით უნდა მივაწვეთ. ფლატ ახლოს არა ვართ ხა ლევოს ხასთან, მაგრამ 22-ის გარეთ. თუმცა რა თქმა უნდა ეს კარგი პოზიცია, ეს ხალხში გატანის საშუალებასაც იძლევა აქედან აქ მოგებული აუტი. შვიდათ უნდა მივიდეთ, რა თქმა უნდა, სწორშევით ვარ ჩხარობთ. აქ შეგვაწუხებს აუცილებლად აფრიკა, სივსესაც შეგვიჭამს. ყველანაირი შმაკობას იხმარს. ოპ, კარგია. და შეინახოთ. აი არა. დავკარგეთ სამწუხაროდ დაგვიგვიანდა მიხმარება, ან მე მგონი უფრო ჯობდა რომ აგვეღო ბურთი და მიწოლა. ნუ მოკლედ ამას უფრო მწვრთნელები გადაწყვეტავენ, ჯარიმა ფაქტიურად არის რომ თუ ამას თუ ეს მოულოდნელ ასეთ ამას კარგი აკეთებული იყო, უბრალოდ უკეთესი კონტაქტი და მე გადაყრათ საჭირო იყო, თორე კომბინაცია მშვენიერი იყო და შეიძლება და აქედან მე გაგრძელება ძალიან კარგად. უბრალოდ ვერ მივიყვანეთ ბოლომდე საქმე. ნუ რა თქმა უნდა კოლისიც კარგი მოჭავია და შემდეგ ჭუი ჩავიდა მანდ მე. კი. ეს წესი არის ესე ხო რომ პირველი ჩავიდა იქ წვანმაისურში გამოწყობილი მორაგბე
და პირველი ჩაჯდა ბურთზე ისე რომ ორ ფეხზე იდგა მყარა და რაც ჩვენ მე არ გავანთავისუფლეთ ჯარიმა ლეგიტიმურია თუ მოიგეს საერთოდ და არ გაუშვათ. ოხ ბიჭო რას ესე იგი ვილიამსი როგორი კარგი მოთამაშეა. აქ უნდა გაეცალოს არა გვაპატიეს მე მგონი კი ბატონო. კი უთხრა კიდევაც რომ კარგად ხარო არაფერი და საბრძოლო აქ თოდუა შეება ვანდემეროს მოიგო. ნუ რაკები აქვთ რაღაცა რა ვიცი წმინდავენ როგორც იმის აქ არის რაოდენობა და ცუდი პასი შეცნენ და აუ მათკავამ გვიშველა იქ ჩავიდა ჩვენია ივანიშვილა არ ყავა ეგრე ოჩახ ლუკა ივანიშვილი ეს არის ნუ საუკეთესო რა თქმა უნდა ის საქართველოს ნაკრებში ამ კომპონენტში და შემოდგას ვეთქვი რომ იც არის ის ბრისტოლში გადადის ლუკა ივანიშვილი შემდეგ უკვე ამზაფხულს და ბრისტოლი მოგესალმებით მოგვიწევს რა ვიცი პრემიერშიპში და ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოებთან პეტლემთან მუშაობა ასე რომ ეს მისთვის საოცარი ეს არის საოცარი გამოწვევა იქნება და გამოწვევასთან ერთად ეს დიდი სკოლა Normally გადავედით. Off or staying on? Staying? Okay, we're playing on. Let's play. Georgia. Let's play. ოჩახ. Thank you. ეს ამ ოპერატორს ძალიან მოწონს ეს პუტკუნა გოგოები ეთქობა უკვე მეორეჯერ ჩვენებს ლობჟანიძემ უნდა შეინარჩუნოს და გადავყაროთ ბიჭებო იქ კარგია ხალაძემ დროულად აიღო ბურთი უნდა შეუნდა წავიდეს მიწაზე კი ბატონო წავიდა ნუ არა მაგრამ გვაწუხე მე რაკში თუმცა შევინარჩუნეთ ბაბუნაშვილი მოიხარა წავა კარგია ამუშავეს ფეხებს სწრაფი ბურთი ივანიშვილი აქ მაგალ თავში მიიღო მე გუშინ გადამოწმე კესელაძე უნდა შეინახო კვესო არა შვები უკან დავიხიეთ დავუცადე იქნება გაძურეს ჯარიმის უპირატესობა გვაქვს საღინაძე იბრძვის საღინა ნუ რა ვიცი ახლა დატვირთვა მასზე მე მგონი ვასკეუნება დავგვიბრუნე ჯარიმაო კი ბატონო დავარტყამთ ამას აი ნუ ეს რა თქმა უნდა ნუ შუაშია ეს უფრო შეიძლება შეიძლება კარში ხო იმიტომ რომ აქედან გაატანაც არ არის იოლის სხვათა შორის კარგი ვასწორდა ხო ლოგიკურია მიუხედავად იმისა რომ სადღაც 4 ან მეტჯერ კლასით მაღლა დგა ეს ხო არის ყობაში მაგრამ მე მგონი მით მერე იყო ინერცია რა თქმა უნდა ეს გასატანი პოზიციაა და შეგვიძლია შევიდეთ ერთი ლელოს სხვაობაში. და ამასობაში მოგახსენეთ რომ ტრანსლაციას წარმოგვიდგენს სინაბონი მსოფლიოს მასშტაბით 50 ქვეყანაზე უკვე მეტში ცნობილი საფირმო დარიჩინით გამომცხარი როლებისა და უგემრიელესი ყავის დაგემოვნება შეგიძლიათ საქართველოშიც თბილისი გარელია და სითი მოლში. 15-10 ზუსტია ლუკა მატკავა, საქართველოების ყოფილან თუ მე არ ყოფილა მარტო ერთი კაცი, რამდენიმე შეხედავთ ნუ ამ. აი კი ეულად ნახე მარტო იქ საფრთხებდა გოლშემატკივარში. Swang round on the ball from offside position. კარგი იყო ამ შეტევაში მიხეილ ბაბუნაშვილი ძალიან მან წაიღო წინვალეთ ეს ბურთი. არა, არ გადავა, ეს ძალიან კარგი დაწყვეტილია. კარგად შეხვდა ბურთს აერში და გვაწუხებენ რაკში მაგრად. მოუწია იქ საღინაძე. ურა ბოჭო დაგვახვედრეს. მაგრად. თუმცა არ ეპოება ბექა. Use it. No, step back. 9.
ხო, ну, რა თქმა უნდა, რესტარტისას დიწნეთში გვაქცევენ და ვერ გავდივართ ვერაფრით შორს. კარგი დარტყმა ითვლება, რომ დაახლოებით ცენტრალურ ზონაში გაიტანო ეს ბურთი. ჩვენ კი 22-თან ტრიალით აქედან რა თქმა უნდა აფრიკელები ალბათ იქიდან შეგვიტევენ, მაგრამ აქედან უფრო კარგი შანსი ექნებათ. ხუთმეტი დათი ძალიან კარგი ანგარიშია და აუცილებლად მეძეც ვიფიქროთ, ატომაც არა. არა უხდით, ორი ხელით მოიგეს აფრიკელებმა, აკონტროლებენ ბურთს. მოლი, მე მგონი არა, ვერ დაძრავენ, ჯერჯერობით, კარგად დგას ქართული. თვითონ წავიდნენ მე მგონი ძირის უპირესობის ხმა. არ მესმის ძალიან კარგია და გაუჭედეთ ჩვენი შერკინება. ხოჩახ. ეს კომპონენტი კარგი იყო ნახდათ ბოლო ორი თამაში. უფრო სწორად ირლანდიასთან და ცოტა არის გაუსკდა ცოტა თვალთან. აფციაურს. აკა უცამას რა თქმა უნდა უცებ ადგილზე უკუნალებენ 15-10 ამასობაში გავიდა 30 წუთი დავრჩა 10 წუთი აქ წინა ჯარიმაში სხვა წინა შეკინებაში სხვათა შორის მივაწექით და დავაჯარიმეთ და ატომაც არა პირველ ჯერზე ვცადეთ მიწოლა და იქაც დავაჯარიმეთ ხო თუ არ გაუჩერეთო სისხლი ეცოდეო სისხლის შეცვლაზე უნდა გავიდესო ეს წესი მოგესწრება 15 წუთით გავა რეალური დროით არა თამაშის გაჩერებები არ ჩაითვლება მაგაში და თუ ვერ გაუჩერეს სისხლი მაშინ მოუწევს გარეთ ყოფნა ეს უსაფრთხოების წესია მოგეხსენება სისხლით დაავადებები გადადის და ამიტომ დასისხლენებული მაისურით ან სხეულით არ შეიძლება მოედანზე ყოფნა უბრუნდებით მოკლედ თამაშს ნახოთ აბა ისეთი მეორე მხრივ საფრთხო ზონა აქვს რისკიც შეიძლება ჯარიმად მივიღეთ ზვიადაც ანუ ისეთი ზონა ფრთხილადაც უნდა ვიყოთ თან რა თქმა უნდა ვეცადოთ მიწოლას მაგრამ თან ფრთხილადაც მართებს ვაუ დავჯარით ამწუხაროთ ეს არ გვინდოდა ყველა ცუდი რამე მოხდა ჩვენ შერკინებაში კაცო და კიდეზე გადავიდნენ. ნახოთ აბა ჩავგაჯინდებიან თუ არა მოლზე. აქ რა ვიცი. თან ამ ზონაში ხო ხშირად გეოგრაფიის მიხედვით საჯობებს და ანუ ჩვენი შეკინება იყო და ხშირად პირიქითაც უფრო რა ვიცი. ხო. მოკლედ. ხო, ნუ ჩვენი საქმე ეს არა და დაუბრუნდეთ ამ ეპიზოდში ახლა მოლი გოს გასაჩერებელი. აიქ მოგცეს ბიძგი მოგცეს და კიდევ ერთი ლელო აფრიკელების ანგარიშზე ძალიან ძლიერი კომპონენტი აქვს მოლი მათაც ძალიან კი აი ისეთი მოლი იყო რომ აი ქვასავით იყო რაღაც თითქოს ერთი მთელი რაღაც ანუ ეს არ იყო რაც შევა დაიშალოს ისე იყვნენ შეკრულები ანუ რა თქმა უნდა როცა ესეთი შეკრა შეუძლებელია გააჩერო 15-ში აფრიკა დუბლი მანდერ მე ეს მეორე ლელო დღევანდელ შეხვედრაში That's what the penalty was for. აფრიკელების მეოთხე ლელო 20-10, თუმცა გარდასახვა ისევ რთული პოზიციიდან ექნება გომეზულუს ნახოთ ამჯერად როგორ დაარტყამს. ამჯერად გაიტანა 22-10 სამხრეთ აფრიკა 33 წუთის მიწურულს კიდევ ერთი ლელო გაგვიტანეს აფრიკელებმა ნოტიეზე გამოცდა, ნოტიე ნუ არ ცდება რა ამ ეპიზოდებში, აქ რა ხდება. კარგად, ნუ იდეალურად აიგეს რესტარტი. ნუ ჰაერში დურნია.
დეალენდე ფეხს უტყამს, დაბუცაძე მიდის, უნდა აიღოს. რა კარგი დარტყმული შეგვისრულეს აფრიკელებმა, ხა წნეხს დაგვადებენ, რა უნდა უქნათ და მივძროზე უნდა ჩამოვიდეთ, რომ დაბუცაძეს მივახმაროთ, ისევ დაჯარიმება ნამდვილად არ გვაწყობს. შევინარჩუნეთ ბურთი. თუმცა ლობჯენიძესაც მოუწია იქ რაგში ჩაბმას, აღინაძემ წამოიღო, ერთი კონტაქტი გააკეთა და ეხლა ფეხით გავიდეთ. კი, კარგი ეპიზოდი ჰქონდა აფრიკას, გამოვიდეთ ჩვენ ნახევარზე, წნეხში ვართ. და აქედან ვასკას ცენტრალ ზონაშია გაუჭირდება, კარგი აუცის გაკეთება, ძალიან გაუჭირდება, საერთოდ დაგვიფარეს. დაგვაფარა ეცებეცმა მატკავა. ყვესო. და ამ სიტუაციაში ამაზე კარგია. კი, ამაზე კარგს მეც ვერაფერს ვიზავ და გიორგი კვესელაძე. კი, აქ მაგარი წნეხი დაგვადო აფრიკამ, გაგვიჭირდა. 5 წუთი ტაიმის ბოლომდე და კარგი იქნება ხა რომ ეს დაცვაში დავდგეთ, უნდა დავდგეთ. აქ არაფერი არ დაუღევი ეცებეც. იცისთან ხო ჩასაფრებულია რაკთან ყოველთვის სხვათაშორის ერთი თამაში იყო ევროთასებზე ნიკამაშვილი თუ გახსოვს კი გველო გაიტანა რომელმაც ნებათაღელობა გამოიწვია წესები კარგად იცის ებენესებეცმა ნიკამაშვილმა ხო თლა უკეთესად და გაუგეს ერთმანეთს ესე ვთქვათ რაკიდან გამოვარდნილი იყო ბურთი კონტურს გასცენილი იყო და ბურთი აიღო, წავიდა და ლელო გაიტანა. რაც არ დაუშალა რა თქმა უნდა. დეალენდე წამოვა გადავლაზე. მოიგო მანძილი კარგით, მაგრამ მოიძალა. ვადემერვე. აქ არა, გადაყრავთ რაღაცა საოცარი. კარგი ბოჭა იქ. ივანიშვილი შესრულებით აი ხა უნდა რა თქმა უნდა ბურთი ჩვენია. დაბუცაძე, ფეხი, წინგაშორი კარგია. უნდა ავხუროთ ხაზი. აქ ყურადღებით უნდა ვიყოთ საფათოა ძალიან გომეზულუ, საფათოა ფასიც აწია ბურთი. მაღალი აბრაგანი, ვინ არის მატკავა ხდება? არა, ნინიაშვილი წინ თამაში ჩაგვეთლება. იდეალურად თამაშობენ ჰაერში, პაწუხებენ მაგრად. კარგი იყო წინ ეპიზოდში დაცვა, ნახოთ ახლა კიდევ 4 წუთი აქვთ აფრიკელებს. არიან ისინი ჩვენ შეუშალა ხელი იდეალურად. No, let's lean on the bind. I've same message to both teams. It's not going to work if we carry on like this. უფრო ჩვენ დაგვარი გაჭყოა. ორივე მხარესაც ეს ესტინებათ მიაყოლა მე რომ გადაეყუდებითო რაღაცა ეგრე. თორე არ გამოვა ეგრე ძმებო. ხალხო, თამაშს უნდა უყუროთ და ტელეფონებს. მოგვაწვენ. ძალიან დავჯარიმდებით რა თქმა უნდა. წელი გადაცემა კონტრიალინსეზე ნინიაშვილი კარგია ბოჭვაში გავანადგურეთ რაკი მაგრამ დააბრუნებს ჯარიმის უპირატესობას და სავარაუდოდ კიდისკენ წავლენ რა თქმა უნდა კიდისკენ წავლენ ეს მოვლის რომ დაუდეთ ამას ეცდებიან ამაში ერთი გავგიქვით ეს უკვე უბრალოდ ორი ჩვენგან იციან რაში შეიძლება ჩვენ გამოწვევას და ცდილობენ აი ამაში ვთქვათ იმუშაონ ჩვენს გამოგცადონ თავის გამოცადონ და მაქსიმალურად ახლოს მივიდნენ ჩვენს ჩათვლის მოედანთან აფრიკელები და ხიფათი გველის. აქ დიდი მაგარი ბიძგი მოგვცეს ფოტოშოპის. ეს უკვე ეს სხვა თქმა უნდა სრული დომინაციით მოწოლა და ჯარიმა. ისევ არა უხდით, შეკრეს მოლი და ჯერჯერობით ვერ ძრავენ. შევიდა დეალენდე. ჯერჯერობით ერთი გაჩერება, ჩათვლილია რომ გაჩერებულია. არა უნდა გაუშვათ. უნდა გავაჩეროთ. ეს ბოჭვათ უნდა ჩაითვალოს, კი სწორია, იქ არბიტრმა კარგად განსაჯა ეპიზოდი დაუვარდა, დავიცავით ხოჭახ ბიჭებო.
კი, აი სახეზეც რო შევხედოთ აფრიკელებს გარწმუნებთ თუნდაც ვიზის სახეზე არა აქვთ იოლი ცხოვრება და ეს ის უპირატესობა რაც აფრიკელებს აქვთ ეს 12 გულიანი ეს მათ იოლად არ მიუღიათ გარწმუნებთ ამისთვის უწევთ გარჯა. კი. ტექნიკური ფოლი, ანუ იგივე ტექნიკური შეცდომები ხელიდან გავარდნა 5-2-ზე ვაგერ ესე გვაჩვენებენ რეჟისორები. ოდნავ მეტი მეჩვენებოდა, მაგრამ მაინც. დროც ჩაირთო, ხო, აქ თუ ისე მოხერხოთ, რომ ეს დრო გაიწელება და ვთქვათ, ერთ დარტყმას გავაკეთებ და მე აუჩი და დავასრულებ ტაიმს, კარგი იქნება. ნუ, ანუ ერთი შეტევა არ გვინდა რომ მივცეთ ზედმეტი აფრიკელებს. აზრი ესაა. 65 ბოჭო 53-ზე. ხო, არა, ვერ ვიტყვი რომ არ იქა ხო რაღაც, ბევრად მეტი ბოჭოს გაკეთება გვიწევს რომ არ იქა რომ. ეხლა ჩვენ მივაწექით არა მოტრიალდა. ხო, აი მოტრიალდა, ამიტომ ახ მარტივი აქვს გვინდა სწრაფი ბურთი და ტაიმის დასრულება. ეს უკვე ეს მოკლა რამდენიმე წამი, რაც ესე გჭირდებოდა. კი, არა, შერკინება რომ დასრულდება, ანუ გათამაშდება, დრო ამოიწურება, რა თქმა უნდა, გაწითლდეს მე მგონი. კი, ამიტომ აქ არანაირ იმაზე დაჯანმებაზე იმაზე ზედმეტი არ უნდა მოვიდომოთ, უბრალოდ კარგი ბურთი გვინდა. არც აფრიკელები იქნებიან წინააღმდეგი, რომ ეხლა დაისვენო. ესეც სირენა. არა. ეს არ გვინდოდა ყველაზე მეტად ის მოხდა. ისე აფცია ორი დააჯარება. ნუ წინაზე ისეთი ბიძგი მოგცეს რომ ეხა იმედი აქვს რომ კიდე მოგვაწვევია. ო, აქ ჩვენემ შეძახილი არის ერთმანეთს განხდება, მივაწვეთ, რა თქმა უნდა იმედი გვაქვს მივაწვევთ. ეხა უნდა მივცეთ ბიჭებო აუცილებლად კარგი ბიძგი. იმიტომ რომ აქ ზუსტად დაგვიждდება. აქ თითქოს დავშალეთ მოწინააღმდეგის შერკინება, იქნებ ჩაუჯდეთ ბურთზე. დაუვარდა, დაასრულე. კარგია, პირველი ნახევარი ამის სრულდება, ძალიან ღირსეულად ჩაატარეს ჩვენებმა, კარგი ბიჭები არიან. 22-10 ჩვენ 10-ოდე წუთი შევისვენეთ და დაგიბრუნდებით აი ესეთი არაჩვეულებრივი თამაშით დაარჩით ჩვენთან აუცილებლად.